საქართველოსა და უკრაინის შეხვედრის პარალელურად ესპანეთი ინგლისს ხვდებოდა. ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმისგან შემდგარი მატჩი. დასაწყისში ინგლისი აგრესიულად უტევდა და ვერავინ იფიქრებდა ბრიტანელები თუ დამარცხდებოდნენ. ანგარიშის გახსნა შეეძლო კალუმ ჩემბერსს, მაგრამ ესპანელთა მეკარე რუბენ ბლანკომ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა. ტაიმის მიწურულს შინებული რეიდი განახორციელა უილ ჰაგისმა. ესპანელთა მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა. პირველ ტაიმში უფერული ესპანეთის შესვენების შემდეგ აშკარად გამოცოცხლდა და მეტოქეს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა. ინგლისელთა კარიზბადე პირველად ივან კალერუმ შეარხია. მისი მოჭრილი დარტყმა ეფექტური გამოდგა. 3-20 წუთში ალვარო ბასტოსის შინებული გადაცემით ალეხანდრო გრიმალდო მისარგებლა. ესპანელთა უპირატესობა შტამბეჭდავი გახდა სერხის ამპერის ლამაზი დარტყმის შემდეგ. ბოლო წუთზე ეფექტურად ითამაშა ხოსე ლუის გაიამ 4-0 ესპანელთა სასარგებლოდ. სანტიდენიას გაწვრთნილებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. სასწაულებიც ხდება ესპანეთი და ინგლისი ჯგუფში ჩარჩნენ, მათთვის შეულ ევროფინალში კი საქართველო ითამაშებს. პირველ ნახევარში ცუდად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ კი უკეთესად ვუტევდი და ამან შედეგი მოგვიტანა. მინდა ტურნირის ორგანიზატორ საქართველოს მადლობა გადაუხადო კარგი მასპინძლობისა და ორგანიზაციისათვის. თქვენს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ. საქართველოს გუნდმა ეს დაიმსახურა. სულ რაღაც 5 წუთით მოვდუნდი და ეს ზვირად დაგვიჯდა. უპირატესობის მიუხედავად დიდი ანგარიშით წავაგეთ და მატჩის შემოტრიალება ვეღარ შევძელით. ჯგუფში საქართველოს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. თქვენ კარგად ორგანიზებული, შეკრული და ერთსულოვანი გუნდი გყავთ, რომელმაც პირველი ადგილი თავისი მონდომებული თამაშით დაიმსახურა. ჩემი აზრით საქართველოს შეუძლია თავისი სიტყვა ევროპის ჩემპიონატზეც თქვას.